ჩვენი არსებობის მანძილზე, რაც საქართველოს დამოუკიდებელი სახელმწიფოა, არასოდეს არ ყოფილა პირველ რიგში ის, რომ საქართველოს არ წასულიყო ევროკავშირისკენ და ნატოსკენ. დღეს ვართ იმ სიტუაციაში, როდესაც საქართველოს ხელისუფლების განცხადებით ქვეყანას აღარ სურს აღარც ნატოში გაწევრიანება და აღარც ევროკავშირში გაწევრიანება. და მეორე მხრივ ყველაზე მნიშვნელოვანი რამ, რასაც ხელისუფლება ცდილობს ახლა და რასაც უტევს, ეს არის ხალხის მხარდაჭერა ევროკავშირში ინტეგრაციის მიმართ. ეს მე ადრეს თქვი კიდევ ერთხელ გავიმეორებ, ეს არის რაღაცა მეტყვარად უკანასკნელი ბასტიონი, რომლის დანგრევასაც ცდილობს ხელისუფლება ზუსტად იმ დაჭერებით, რასაც სიხაწევანი იყო სიუჟეტი და რაზეც იყო საუბარი და ზუსტად იმ ვთქვათ დეზინფორმაციით, რის გავრცელებასაც ის ცდილობს ზოგადად ევროინტეგრაციის პროცესის მიმართ. რაც შეეხება ამერიკის შეერთებული შტატების გააქტიურებას, ჩვენ პრინციპში ნახეთ, რომ ეს ტალღა რამოდენიმე ეტაპისგან შედგებოდა, ეს სანქციების ტალღა. პირველი ეტაპი შეეხებოდა ძირითადად სასამართლო სფეროს, როდესაც დასანქციონდნენ მოსამართლეები კორუფციის ბრალდებით. მეორე ეტაპზე უკვე ჩაერთო ყოფილი გენერალური პროკურორი, FSB-სთან თანამშრომლობის საფუძველზე არის ის, როგორც გვახსოვს დასანქცირებული. შემდგომ იგივე, ასე ვთქვათ, გაგრძელდა და ბოლოს მივედით იქამდე, რომ ადამიანის უფლებების უხეში დარღვევის, ცემის და ასე შემდეგ გამოარიან ძალიან ბევრი თანამდებობის პირი დასანქცირებული. შესაბამისად, ეს რაღაცა ეს ტალღებად მიდის და ისე ჩანს, რომ ეს უახლოეს პერიოდში ყოველ შემთხვევაში არ მოხდება. როგორ მივედით აქამდე? რას წავუყურეთ და რას არ მივაქციეთ ყურადღება? მე მგონი აქ რამოდენიმე მომენტი იყო, როგორც ჩვენი პარტნიორების მხრიდან, ისე ჩვენი მხრიდან, იმიტომ რომ რაღაც ეტაპზე იმის გამო, რომ საქართველოში გარკვეული მიმართულებით რაღაც რეფორმები ტარდებოდა და ის უფრო უკეთ გამოიყურებოდა, ვიდრე ვთქვათ იგივე მოლდოვა, ან იგივე უკრაინა რაღაცა პერიოდის მანძილზე, იგივე ბრიუსელი ან ვაშინგტონი ამ ყველაფერს ხედავდნენ, რომ ნორმალურია, რომ დაუშვათ შეიძლება რაღაც პრობლემები იყოს. ნორმალურია, რომ მაგალითად მართლმსაჯულების სისტემაში შეიძლება რაღაცა პრობლემები იყოს და ჩვენ ნახეთ, რომ რაღაცა ტალღები იყო თითქოს მართლმსაჯულების რეფორმის, მაგრამ საბოლოოდ მივედით იქამდე, რომ რეალურად ის ფინანსური რესურსი, რაც ამაში ჩაიდო, ის ადამიანური რესურსი, რაც ამ რეფორმებში ჩაიდო, ფაქტიურად ფუჭი აღმოჩნდა. და იგივე შეიძლება ითქვას ალბათ სამოქალაქო საზოგადოების მხრიდან, იმიტომ რომ რაღაცა პერიოდი შეიძლება ცოტა არ იყოს გაგრძელდა ეს თაფლობისთვის ქართულ ოცნებასთან უფრო დიდი ხნით, ვიდრე შეიძლება რომ გაგრძელებულიყო. ეს ახალი ჩამონათვალი საინტერესო არის იმ თვალსაზრისით, რომ უკვე შემოაქვს, ესე ვთქვათ, ახალი ფრაზეოლოგიაც, ხო, მათ შორის, ანუ ივანიშვილის დასაყრდენები, ხო, enablers. ხო, აი ეს რას სულის მთელ აი ამ სურათში? ჩვენ ვიცოდით და ყოველთვის რაღაცა ისეთი დამოკიდებულება იყო იგივე რაღაც კვლევები, რომელიც ქვეყანაში ჩატარებულა სხვადასხვა ანალიტიკური ცენტრების მიერ შეგროვებული ინფორმაცია და გამოქვეყნებული პუბლიკაციები ადასტურებს, რომ ეს ხალხი, ვინც დაუშვათ გუშინ მისი გვარების გაჟღერდა, ძალიან დიდ როლს თამაშობენ იმაში, რომ ეს სისტემა ინარჩუნებს და არსებობას განაგრძობს, ხო? და ეს არიან რაღაცნაირად, ვთქვათ, საყრდენები ამ სისტემის. შესაბამისად, ეს ზუსტად იდეა იმისა, რომ მიიტანონ იერიში ამ საყრდენებზე და ეს საყრდენები დასანქცირდნენ, ანუ საბოლოო მიზანი არის ის, რომ ეს სისტემა, რაც არსებობს ქვეყანაში და რაც ფაქტიურად გადაჭეფვის პირას ყავს მიყვანილი ქვეყანა, ეს სისტემა რომ აღარ არსებობს. ჩვენ თუ ნახავთ დაუშვათ რიტორიკას ქართული ოცნების წარმომადგენლების, როდესაც დაიწყო პირველად ესე მასშტაბურად, ასე ვთქვათ, საუბარი სანქციებზე, ყოველთვის იყო ხოლმე იგივე თუნდაც ბიზნეს ევანიშვილის მხრიდან, იგივე თუნდაც თბილისის მერის მხრიდან განცხადებები, რომ ეს არ მოხდება. ანუ რაღაცა ერთგვარი სანქციები არ შეძახილი, რომ ეს არ იქნება, ეს არის ტყუილი, ეს არის უბრალოდ ბლეფი და ასე შემდეგ. მე ვნახეთ, ასე ვთქვათ, პასუხები ვაშინგტონიდან, რომ არავის ეგონოს, რომ ჩვენ რაღაცა თითქოს ვიტყვილებით, როცა ამას ვამბობთ, ხო? და შემდგომ ამას მოყვა კონკრეტული მოქმედებები. ანუ შესაბამისად, პირველ რიგში რაც მნიშვნელოვანია აქ, რომ არავის არ უნდა ეგონოს, რომ თუ კი ეს რაღაცა გაჩნდა ეს ინფორმაცია, ამერიკის შეერთებული შტატები აქ რაღაცა თამაშობს და თითქოს რაღაცა არავინ არ აპირებს ამის გაკეთებას. არა, იმიტომ რომ ჩვენ დავინახეთ, რომ ასე ისინი ამბობდნენ, მე ამას აუცილებლად მოყვებოდა მოქმედებები. შესაბამისად, შეიძლება ვივარაუდოთ, რომ თუ კი ყველაზე არა, დიდ ნაწილზე მათზე შეიძლება ეს ყველაფერი რეალურად გადაიქცეს. თქვენს მსჯელობას რომ წავყვე, ხომ? კი, ამბობდნენ, რომ თქვათ არ იქნება სანქციები, დაწესდა სანქციები, მათ შორის არ დაგვეუწყდეს, რომ მაგნიცკის სიაში არის მოხვედრილი ახლა უკვე ვიცე-პრემიერი, კი, ვიცე-პრემიერი საქართველოსი, ხომ? თუმცა ახლა ქართული ოცნება ამბობს, რომ არა უშავს, ეს არაფერს არ ნიშნავს, ეს არაფერს არ ცulis
აი სადამდე არის წამსვლელი ქართული ოცნება, როცა დღეს უკვე იღებს თქვა რუსულ კანონზე ბევრად უფრო მძიმე კანონებს, ხომ? იგივე პრევენციული მიზნით შესაძლებელი არის ადამიანის დაკავება. იგივე კანონის საფუძველზე აწყობს პრაქტიკულად საჯარო სამსახურებში წმენდას ყველა იმ ადამიანისას, ვისაც ოდნავ განსხვავებული აზრი ჰქონდა პროტესტთან მიმართებით, ხომ? ანუ აი ამ ინსტიტუციების მიტაცების აღმატებულ ხარისხში, ესე ვთქვათ, ხო? აი აქ რა ხდება? მე ვფიქრობ, ეს არის პირველ რიგში ერთგვარი რაღაცა გზავნილი და შესაძლებლობა ამ ხალხის დაფიქსდნენ, რამდენად არიან ისინი მზად რომ ჩაყვნენ ამ სისტემას საფლავში, ხო? იმიტომ რომ ფაქტია, რომ აი თქვენ დასაწყისში თქვით, რომ აი უკან დაბრუნების წერტილიო რამდენად გადალახავ. მე ვფიქრობ, ქართულ მოსწავლეებს ეს უკან დაბრუნების წერტილი უკვე გადალახა. ანუ აქედან ამ ყველაფრის შემოbrunება მე პირადად ძალიან წარმოუდგენლად მიმაჩნია, რომ ყველაფერი დაალაგდეს ისე, რომ ჩვეულებრივად გაგრძელდეს ურთიერთობა დასავლეთთან. შესაბამისად, ეხლა ეს რო ეს ინფორმაცია ჩნდება და ნატას დავეთანხმები, რომ მე ვფიქრობ, ეს მიზანმიმართულად გაჩნდა ეს ინფორმაცია და გაჟონა, ეს არის ერთგვარი გზავნილი მათთან, რომ რამდენად არიან მზად ისინი, რომ ამ ყველაფერში ამ რაღაცა უსკრულისკენ მიმავალ სისტემას ჩაყვენ და თავიანთი კეთილდღეობა გაწირონ პირველ რიგში, იმიტომ რომ ეს ხალხი რეალურად არიან თავიანთ კეთილდღეობაზე, ხო, თავიანთ კეთილდღეობაზე ფიქრობენ პირველ რიგში. მაგრამ რუსეთის მაგალითს ახსენებთ, ხო, ყველაზე აშკარა მაგალითი ბუნებრივია ეს მაგალითია. აი ამ სახელმწიფოს მიტაცებით, ესე ვთქვათ, ხომ, ამ დონეზე მიტაცებით, როდესაც უბრალოდ დარჩნენ როგორც ერთპიროვნული მმართველები, ხომ, და ამასაც იყენებენ, ესე ვთქვათ, იგივე, ვთქვათ, პარლამენტს ზუსტად ამ კანონების სწრაფად მისაღებად, ხო? მარც მახსოვს ინაუგურაციის შემდეგ მიხეილ ყაველაშვილმა რამდენ კანონს მოაწერა უცებ ხელი, ხო? აი რამდენად იძლიერებენ საკუთარ პოზიციებს, რამდენად ესე ვთქვათ, შემზადება არის იმისკენ თუ რა შეიძლება მოყვეს ამ სანქციების დაწესებას და ვთქვათ, რამდენად შეძლებენ რომ ამასაც გაუმკლავდნენ, ესე ვთქვათ, საქართველოს პირობებში, ვთქვათ, რომლის ეკონომიკაც ისეთია, როგორც არის პატარა, ღია და ასე შემდეგ. მე ვფიქრობ, ძალიან ძნელი იქნება, რომ ამ ყველაფრის ფონზე, როცა ეს ყველაფერი ხდება, მათ შეძლონ, ანუ აქ დროის ამბავია, ხო? იქნება ხვალ თუ იქნება ზეგ თუ იქნება მაზეგ, ხო? რამდენად გაგრძელდება, ხო? ანუ რაც შეიძლება მაქსიმალურად რომ რაღაცა ეს გაიწელოს, იმიტომ რომ მეორე მხრივ ჩვენ ხედავთ იგივე პროტესტს, რომელიც არ წყდება, ხო? 40 დღეა და არავის არ გასჩენია სურვილი და რაღაცა იდეის დონეზეც კი არ განხილვა არსად, რომ მოდი ახლა ჩვენ რაღაცა გავჩერდეთ, უკან დავიხიოთ, იმიტომ რომ იყო ხო მოლოდინები, რომ აი რაღაცა ახალ წელს ეს ხალხი წავა სახში და მე აღარ გამოვა და ასე შემდეგ და ასე შემდეგ, მაგრამ პირიქით, ხო? შეიძლება ყოველ დღე იქ არ გადიოდეს 100.000. ვიღაცას ეგონა რომ საცივი უფრო დიდი ღირებულება იყო. ხო, მაგრამ აღმოჩნდა რომ ეს ასე არ არის. შესაბამისად, მე ვფიქრობ, აქ ამბავი არის დროისთან დაკავშირებით, ნუ ერთადერთი იმედი, რაცაც ოცნება ხშირად იმეორებს არის, რომ აი თვითონ ტრამპის ადმინისტრაციის პირობებში დაალაგდება ეს, მაგრამ ჩვენ ხედავთ, რომ რეალურად აი თქვენ წელს ახსენეთ ეს დრაფტი კანონის, რომელიც კონგრესში შედის, მზადდება, ეს რეალურად ორ მხრივ მხარდაჭერა აქვს მას როგორც რესპუბლიკელების, ასევე დემოკრატების მხრიდან. მეორე აქტზე საუბრობთ, ახლა იმ არაღიარების აქტზე მაქვს ლაპარაკი კი რა თქმა უნდა, ნუ იმაზე ძალიან ბევრი არის, ხო, ან ფაქტურად ეს იზოლაცია და შესაბამისად იმ პირობებში, როდესაც ჩვენ ძალიან კარგად ვიცით, აიდან მოდის დაუშვათ იგივე როგორ ხდება ჩვენი ბიუჯეტის შევსება, რა დიდ როლს თამაშობს იგივე დონორები ჩვენს ქვეყანაში. ჩვენ იმ დღეს იყო კიდევაც საუბარი, რომ დაახლოებით 1.5 მილიარდი უკვე დაკარგა ქვეყანამ, იმის გამო რომ მაგალითად გერმანიამ შეაჩერა დაფინანსება, მაგალითად საფრანგეთმა შეაჩერა სამოვალო დაფინანსება, ევროკავშირმა შეაჩერა დაფინანსება, დიდმა ბრიტანეთმა შეაჩერა დაფინანსება. შესაბამისად ეს დიდხანს ვერ გაგრძელდება, იმიტომ რომ ამან მე დიდი ალბათობით, მე არა ვარ ეკონომისტი, არ მივცემ თავისუფლებას ამაზე რაღაც ეგრემებში შევიდე, მაგრამ დიდი ალბათობით ამას შეიძლება გავლენა პოვოს არა მარტო დაუშვათ დემოკრატიის მიმართულებით და ეს რაღაც ერთი ინდივიდის პრობლემა კი არ იყოს ქვეყნისთვის, ანუ მე ეს გახდეს მთელი ქვეყნის პრობლემა, იმიტომ რომ ამან დაართვას ქვეყნის კეთილდღეობას და ეკონომიკას და ყოველდღიურ ცხოვრებას ადამიანებს. ჯარო ესა სადავო არჩევნები გახდა მიზეზი იმისა, რომ ქართული ოცნება ყველა კუთხე გუნჯულში ეძებს ლეგიტიმაციას, ხო? იგივე თქვენი მაგალითად ჟურნალისტისთვის რაღაცა ეს წამოძახება რო არის თუ არა პრემიერ-მინისტრი და ასე შემდეგ, რაც ვიხილეთ, ხო, ეს რაღაცა სასაცილო მდგომარეობა, ეს აქაც კი ეძებს ლეგიტიმაციას. იგივე თუნდაც თუ ნახავთ ეუთო ოდირის დასკვნას, იქაც წერია, რომ ეს დასკვნა არ შეიძლება განიხილოს როგორც ლეგიტიმაციის მინიჭების ან არ მინიჭების საკითხი.
შესაბამისად რაღაცა პარტნიორები, ყოფილი პარტნიორები ხო, ქართული ოცნების უკვე ამ ეტაპზე ყოველ შემთხვევაში, არ ვიცი, ძნელად წარმოვიდგენთ რომ შეიცვალოს უახლოეს მომავალში, მაგრამ მაინც თავი რომ დავიზღვიოთ, ამ ეტაპზე ყოველ შემთხვევაში მას ვერ აღიქვამენ როგორც ხელისუფლებას, რომელიც არჩეული იქნა ხალხის მიერ. და არა მარტო არჩეული, არამედ რეალურად ის, რაც ჩაიდინა ქართულმა ოცნებამ 28 ნოემბრიდან, რა ვიცი, დეკემბრის ბოლომდე, რა ვიცი, ყოველდღიურ რეჟიმში დაკავება, ცემა, გასწორება ადამიანების მიწასთან და წაქცეული ადამიანების ზემოდან ფეხებით შედგომა, ხო? ეს არ არის ხელისუფლება, რომელიც შეიძლება ჩაითვალოს რაღაცა პასუხისგებლიანად, ხო? ეს ვერავინ ვერ მიიჩნევს, რომ ესენი არიან ხალხი, რომელიც რაღაცა თავის ქვეყანაზე ზრუნავენ და ფიქრობენ. შესაბამისად, ეს ძალაუფლების მიტაცება არის ის, რითაც არის დაკავებული ახლა ქართული ოცნება და მე ამითი ცდილობს, რომ ეს ძალაუფლების მიტაცების რაღაცა ლეგიტიმაცია მოიპოვოს არა ქვეყნის შიგნით, არამედ ქვეყნის გარეთ და მისი პარტნიორებს წამოაცდენინოს სიტყვა, რომ ვიღაცა არის პრემიერ-მინისტრი, ვიღაცა არის პარლამენტის თავმჯდომარე, ვიღაცა არის პარლამენტის წევრი, ვიღაცა არის მინისტრი და ასე შემდეგ, მაგრამ ამ ეტაპზე ჩვენ ხედავთ, რომ ძალიან ფრთხილი პოლიტიკა არის, მაგრამ რა და როგორ იქნება, ამას დრო გვუჩვენებს. რა თქმა უნდა, ამ მიმართულებით არის რისკები, იმიტომ რომ რაღაც ეტაპზე შეიძლება დაუდგეს საკითხი ზოგიერთ ქვეყანას, რომ რა გზა აირჩიოს რაღაც პერიოდის მერე და ვნახავთ ეს როგორ განვითარდება.